მასშტაბლებს ახლა წაგეკითხა. ის ცა, ის მზე, ის მიწადა, ის მაცდური ჟამი, მე რომ ღრღნიდა, მე რომ შვრიდა, ბადაგოვარ შხამით, ის საუფლო, ის ბილიკი, ის ცრემლივით ნამი, ერთის წუთით დამასიზმრეთ. კიდევ ერთის წამით, იმ ბადეში, იმ მორევში, სულს რომ ვლებდი ლამის, ერთის წუთით ჩამაბრუნეთ, კიდევ ერთის წამით იმ სიცილში, იმ ტირილში, იმ დრამათა დრამის, ერთ სპექტაკლში ვათამაშეთ, იქ დავკალით, დანით, იქ დავაგდეთ, იქ დამარხეთ, იქ მომიგეთ ბოლო, იმ ხილვებით, იმ ხატებით, იმ ზღაპრებით მხოლოდ. ეს მორისი იყო. ეხლა შოთა. ფრინველებში შაშვი იყო. შაშვი მებულბულება. ბულბულ შაშვი მიჩვენია. კაცია გულება. ახ გიტარაო, შენ მომიკვდი, რაღა მერანუნება, მაინც ყველას მირჩევნი ხარ. კაცია და გულება. გვეცევით ხტის ნორჩი გოგო, ან რა დაეწუნება, ზოგს კი ბალოვანი მოსწონს, კაცია და გულება. შლი, დიდებულ ცხოველებს, სხვაც ბევრია ცდულება, ფშაველაკი ცეცხლს მიკიდებს, კაცია და გულება. ბედნიერ კაცს ეჭვით ვუმზე, განა გამემწყუნება, გულმოკლული უფრო მიყვარს, კაცია და გულება. თავჩემო, რაც ხარეს ხარ, ვერ გადახვალ ბუნებას, ზოგი გმტრობს და ზოგს უყვარ ხარ, კაცია და გულება. მე მომერია დიდი სურვილი დავწერო ჩემი ბიოგრაფია. პირობას კიდევთ არ ვიქნები ორიგინალური. ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევლით და თავდაბალი. საუკეთესო ჩემ თვისებებს მიეკუთვნება და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი 2-20 სიტყვას. არ ამყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად, არ ამყოფილვარ ასოთა მწყობი, არ განმიცდი ასოების ლაქის სუნის და ახლად გამოსულ გაზეთების არომატი. არც დიდ ქუჩებში მიმუშავეა ფეხსაცმლის მწმენდავად. წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ამყოფილვარ და ლომიც კი არ მომიკლავს და ამის შემდეგ ალბათ აღარც გაგიკვირდებათ, რომ არ მყოლია მეგობარი, არც კონდუქტორი, არც შოფერი, არც ლოთი, არც მოტი, არც ჯიბგირი, არც ქურდი, არც ზაგი, არც კომუნისტი, არც სომეხი, არც რუსი, არც დაკე, არც ვაიტბერი. მიყვარდა მხოლოდ ბედის წერა. როგორც ერთობა კაცის და ბუნების ყველა კანონების. მიყვარდა მეფე ოიდიპოს თავისი ვნებით, თავისი ბედით. დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა. მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით, მიყვარდა ჰიტლერი თავისი სილიჟით და მიყვარს ლენინი, რატო? არ ვიცი. მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით და კაცი თავისი ნერვიული ხმით. წინასწარმეტყველში მიყვარს მისი კაცური ტანჯვა და არა მისი წინასწარჭვრეტა. კაცში არ მიყვარს თავდაბლობა. ძაღლში კი ის რომ ხეფა არ იცის, მე ვიცი. ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა, კაცის და მხეცის. ორ სტაվել
მესხო მელექსო, ერთიანი მსოფლიოს პირველო პოეტო, ჩემო სამშობლო საქართველო, ცხოვრებით მთელი მსოფლიოსი დიდო სამყარო, რატომ გარიყე ის, ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენი? გზნო შენ თავს, გამოვხატავ შენ ღერის შენზე, გზნობებზე, ომში, ვაჟკაცობაზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ბრძოლაში, მშვიდობაზე, ღერის ისე რომ მხოლოდ სოფოკლე და შექსპირი იყვნენ ღირსი ქართველობისო, ბედისწერა, უსამართლო თუ სამართლია, რატომ ტოვებ ჩრდილში ყოველთვის რუსთაველს და საქართველოს, რატომ? ხომარგეშილია შენი თავის, აქ არის ყველაზე მეტი ბრანჭია, ყველაზე მეტი უსაქმური, ყველაზე მეტი შიშარა, აქ არ არის კონტრასტი, აქ არიან მხდალები და ნაღდები, აქ არიან არტისტები ცხოვრებაში, უიღბლოები ნამდვილ სცენაზე, აქ არიან უხმო მომღერლები, დამალეთ ეს ქვეყანა. როგორი ლექცია? რა მუღამია გამისთანა პოეზიას რო რა გინდა კაცო რა ვიდა ხარისიდა გინდა დრამე